და რა თქმა უნდა ძალიან საჭიროა. აბა როგორ ხართ? ჰაი, როგორ ხართ? ის გავიკეთოთ. მეგობრებო, თან მე ვიკეთებ ახლა სადღაც ვაპირებ გაპრანჭული წასვლას და თან მეიკაპს გავიკეთებ და თან წაგეჭორავებით ხალხნო. რა თქმა უნდა, ნონი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ესეთი ინსპირაცია ვნახე, ხომ უნდა გაჩვენოთ რა ვნახე და როგორ მეიკაპს ვიკეთებ. ეს ინსპირაცია თქვა თქვენ არ გინახიათ. ხედავთ. გამარჯობა მეგობრებო, გამარჯობა და ეხლა გაჩვენებთ ფუნჯებსაც გადმოვიღებ ამასობაში. აი ამ რაღაცებით სავარაუდოდ გაკეთდება ხო ხალხნო. გლადიოს მადლობა. აი ამით უნდა გავაკეთო, აი ეს. ნახეთ კარგად. აი ხალხნო. ხედავთ. თქვენი აზრით მომიხდება თუ არ მომიხდება? ხა არაფერი არ მისვია. და ვნახოთ რა გამოვა. მაქსიმალურად შევეცდები, რომ 0-დან რა გამოგვივა, ეგ ვნახოთ. რა თქმა უნდა, იქ იმუშავეს ძალიან პროფესიონალმა მეიკაპ სტილისტებმა. მე არც პროფესიონალი მეიკაპ სტილისტი თუ არტისტი ვარ და არც აფერი, მაგრამ რა უჭირს რომ ეს ვცადო. არ გამომიყენებია. და მოდი თქვენთან ერთად გამოვიყენო. ვინ ჩავთვალა მითხარით და ჩავრთავ. მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ აი ამით. ეს არის ხალხნო, აი ძალიან მაგარი რაღაცა ეს. მარიამს გავუგზავნე invitation მეტი რა ვქნა ხალხნო. ხმა ისმის დამიწერეთ. ხათაშორის დღემდე აი მე უკვე დამავიწყდა ხოლმე რაღაცები და თქვენ რო დღემდე გახსოვთ ეს ჰაუსი ვაიმე დამიწერეთ რა ისა რა ქვია კიდე შეხვალ ჰაუსში კიდე შეხვალ დამიწერეთ რა რამდენი ხანი არ დაგიწერიათ მეც გულშემატკივრობდი ხო 1.12
ეს იგი ჩვენ გვჭირდება რა ეს ტონალური აი ესე წავისვით აი ესე გვჭირდება ასევე კონსილერი ჩემს საყვარელი კონსილერი არის Maybelline თუ Maybelline არ ვიცი ვაიმე სად არის ჩემი თიკა მიხალხნო მეიქაპ არტისტი მეგობრები მყავს და მაგათგან ვისწავლო რომ თურმე თავარია წინასწარ დამუშავება კანის თმას შესაძლებელი მაქვს მაგრამ ვითომ მელირება მე ბევრ აქსესუარებს გავიკეთებ და შეღებილი თმა აღარ გამოჩნდება ვალოს ხალხნო არ აქვს ფული ხალხს რო არის შაურმისთვის ვისაც გაქვთ ჩაურიცხეთ ვაიმე ხო აი რა გავაკეთო ახლა ღმერთო გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა და ახლა ვაკეთებთ ხალხნო მაცადეთ ახლა ყველაზე რთული არის ზოგადად მეიქაპის გაკეთებაში აბა თუ გამოიცნობთ სწორია თვალები და ახლა ვიწყებთ თვალების გაკეთებას არ ვიცი ეს როგორ იქნება ღმერთი ჩემსკენ oh my god რა რთულია მე რა თქმა უნდა ტუტორიალსაც ვუყურე ჩემი ვიდეო ნახეთ თაღლითებზე რა მაგარი ამბები მოვყევი მაგ ვიდეოში უბრალოდ აი მე არ ვიცი თქვენ გქონიათ თუ არა მსგავსი შემთხვევა მაგრამ ხალხნო თაღლითობა ხდება ყველგან განსაკუთრებით საინტერესოა რომანტიული თაღლითები რომანტიული თაღლითები არის თაღლითობის ისეთი ფორმა, როდესაც ფულის გამოძალვის მიზნით შეაყვარებენ თავს. ერთი ადამიანი მეორეს. აი მაგალითად ხო არის რომ დააბოლებენ და დააჯერებენ დრო და უშოთ ეს არის ფინანსურად მომგებიანი საქმე და ფული ჩადე და $100 ჩადე და $100,000 მოიგებ. ხო, smokes ვიკეთებ, ლურჯს smokes. ხო არის ეგ ვარიანტი და არის კიდე რომ თავს შეაყვარებენ და მერე დახმარების მიზნით ფულს თხოვენ ხოლმე. ერთ-ერთი ესეთი შემთხვევა იყო, როდესაც საკმაოდ ზრდასრულ ხალხზე ხალხნო საუბარი. ზრდასრულ ხალხზეა საუბარი, საკმაოდ ისეთ ასაკზე 40, ну, იცით რა არის, ახალგაზრდებშიც ბევრია ესეთი 20 წლის ფარგლებში, მაგრამ განსაკუთრებით 50 პლუსი ქალები აი ამ მახინაციებში სასიყვარულო რომანტიულ თაღლითებში ხვდებიან ხოლმე და რატო ხვდებიან ხოლმე ეგეთ თაღლითებში ხო? რა თქმა უნდა, ჰაუსშიც გვყავთ ეგეთი თაღლითები ხალხნო. არაფერი გასაკვირი მანდ არ არის, ეხლა გავუბლენდოთ ეს. უბრალოდ იდენტიფიცირება როცა ხდება ადამიანის, იმდენად ვერ ბედავენ ხოლმე, მაგრამ არის რომ ისე ბედავენ გადასარევად. ეხლა ჩვენ გვჭირდება ალბათ თან ეს ფოტო მაქვს ხალხნო, როგორც ვიკეთებ, იცით ხო? Oh my god, ისეთი ლამაზია. აი ესეთი უნდა გამოვიდეს. აი ესეთი უნდა გამოვიდეს. არ ვიცი, ამიტომ ესეთ რთულ რამეს რატო შევეჭიდე? არა უშავს. მოკლედ დავიწყოთ ახლა აი ამ
ხო და რაც ყვებოდი ხალხნო, იმას ყვებოდი ზუსტად, რომ აი ეს თაღლითები ხშირ შემთხვევაში თავს როდესაც აყვარებენ ხოლმე ადამიანებს და მერე დააჯერებენ, რომ აი ეხლა დამეხმარე, ოღონდ ეხლა დამეხმარე და всё, მერე ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები და ძალიან კარგად. ეს შეიძლება იყოს ფული, ეს შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი სარგებელი, მაგალითად მოდი შეიძლება იყოს ფული და შეიძლება იყოს რაღაცა ცნობადობა და ესეთი მედია ცნობადობაც. ესეც არ გამორიცხოთ, ამიტომ ყოველთვის ფული არ შეიძლება იყოს, ხო? ამ შემთხვევაში მიზეზი სხვა რაღაცებიც არის ხოლმე. აუ, ეს ძალამაზი ფერია, ხო? რატო არ ვხმარობდი აი ამ ჩრდილებს წარმოდგენა არა მაქვს, მაგრამ რა კარგია, რომ მადლობა არიანას სტილისტებს, რომ გამახსენეს, როგორი კარგია ეს. სხვადასხვა, ახლა მაქვს ესეთი ფუნჯი და ლურჯით უნდა ვიმუშაო ახლა. და სხვადასხვა მიზეზით, რა თქმა უნდა, და როგორ ხდება ეს ხალხო, ნახეთ. ნებისმიერ, აი ხა გოგოები ვინ არიან აქ, გვანც მოდერი მომეციო რაო. რა თმინდა მოდერი. ხალხო, ნებისმიერ გოგოს გქონია inbox-ში რაღაცა ჭღრ-პღრ მესიჯი და აი დავბლოკოთ, მოიცა დავიკიდო რა, მოდი დავიკიდებ, საერთოდ არ მივაქცევ ყურადღებას, ხო გქონია ესეთი შემთხვევა. იმდენად სისულელე რაღაცა მოუწერიათ, აი ვთქვათ, რომ ყველას inbox-ში მოიპოვება თითო ეგეთი მესიჯი, ხო? ყველასთან მოიპოვება თითო ეგეთი მესიჯი, მაგრამ ნახეთ, არიან ადამიანები, რომლებიც აი ეგეთ სისულელეზე, აი მაგალითად რაღაცა ნებისმიერი ხარ მინდა ვიღაცის მოწერილი დავაკოპირო, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ქალის და ყველა გოგოს inbox-ში მოიძებნება ისეთი სულელური მესიჯი, რომელიც დაბლოკვის მეტი საერთოდ არაფერი, ანუ პასუხის გაცემაზე ხო ლაპარაკიზად მეტია, მაგრამ აი დაბლოკვაც რო გენანება, იმიტომ რომ იმდენად არაფრის მაგნისია და ცოტა სულელურად არასერიოზულად მიგაჩნია, ხო? ესეთი რაღაცა გქონია, მაგრამ არსებობენ ხალხო ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ რამოდენიმე 1000-ის საჩუქარი შეიძლება გამოუგზავნონ, საბაჟოზე 600 евро გადაიხადონ და მხოლოდ ამის შემდეგ იცხოვრებენ ერთად, ბედნიერად, შეხმატკბილებულად და იქნებიან ზღაპრული სიყვარულით და ზღაპრული პრინციპებით წარმოდგენილები. აი ესეთი დაჯერებაც არის ხოლმე ხალხო თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ძალიან უცნაურია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეც იჯერება ხოლმე და არ ვიცი ახლა იმ ვიდეოში მე კი მოვყევი, მაგრამ კიდე კარგად თუ ჩანს ხალხო. აი ესე. ხო და მაგას ყვებოდი რა ახლა ზუსტად რომ ჩემ სანაცნობოში მე ვიცი რეალური მაგალითები, როდესაც ონლაინ ადამიანებმა, სხვა ადამიანებს საერთოდ ლაივში რო არ უნახიათ ეგრე, შეაყვარეს თავი და მე რა მოხდა? რა მოხდა და აი არაფერი ხალხო. აუ შევხედოთ, ან ვაიმე რა ლამაზია კი. აი ეს და გამოვიდეს ხალხო, არ ვიცი, რამენაირად უნდა გამოვიდეს. შეაყვარეს თავი ხალხო და რა მოხდა მერე? არაფერი კარგი. თქვენ ხო გონიათ რომ რამე კარგი შეიძლება მომხდარიყო, არა? აქ არის ახლა ერთი ზედმეტი რაღაცა.
ზოგადად ზედმეტი რაღაცების მოშორება ხალხნო არ უნდა დაგეზაროთ, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი შემთხვევა, რომ რამე ზედმეტი არ მოგივიდეთ და ამიტომ მოდი წავიღოთ აი ეს. მეც მიყვარხართ მეგობრებო. სად არის ჩვენითიკო? ხოდა მაგას ყვებოდი მე ვიცი რეალური მაგალითები, როდესაც ესე დაუჯერებელი რაღაცები დაიჯერეს ქალებმა. და სხვათა შორის მოდი ახლა ვთქვათ ესე სიმართლე, რომ ხშირ შემთხვევაში ეს აკაუნტები იყო ბიჭების კი არა გოგოების გაკეთებული, თვითონ ბიჭები იყვნენ. აი ესეთი შემთხვევებიც ყოფილა. ასე რომ ხალხნო არ გაგიკვირდეთ თქვენ არაფერი. აქ არის რაღაცა ზედმეტი. რაღაცა ზედმეტი როგორ მოვაშოროთ აი ესე. სხვათა შორის ჰაუშიც იყვნენ ესეთი თაღლითები 1-2, მაგრამ ეყოთ ჭკუა და საჯაროდ არაფერი არ ჩაიდინეს, მაგრამ სამაგიეროდ რა გინდათ? გამოვიდნენ გარეთ და გარეთ ჩაიდინეს. მიხვდით ხო? ასე რომ ხალხო მგონიათ რომ მხოლოდ იქ ხდება ხოლმე. ახლა მინდა აი ეს. მე რა კაი გამოდის თქვენ არ იცით. რა ჩაიდინესო? და მოკლედ რა ვშყვებოდი ხალხო გამახსენეთ. ეხლა ხმარობ აი ამ ლურჯებს ხალხო ხოლამაზი ფერები. მე რა ფრთხილი მოსახმარია, ეს ძალიან პრეტენზიული ფერია ხალხო. უნდა გაიბლენდოს 200 ჯერ. და გაბლენდოს გავაკეთებთ აი ამ ფუნჯით. გაბლენდორას ნიშნავს რამე ფერს რო დაიდებთ და რამე ჭრილს. ძალიან დიდი ხანი უნდა ბლენდო არის აი ეს.
რომ ეს გარდამავალი ხაზები არ იყოს ძალიან მკაფიოდ. ხედავთ ხო? ეხლა დაგჭირდება აუცილებლად კორექტორი. აი მე ჩემეთი კოსალა. დავურეკო მარიამ შემოვიდეს. აუ თქვენთან არ ვიცი როგორ ჩანს, მაგრამ აქ უკვე მომწონს რაც ხდება. ოღონდ ჯერ დასრულებული ეს არ არის ხალხნო, ურთულესი მეიქაპია, გაგახსენებთ თუ გინდათ როგორი მეიქაპს ვიკეთებ. აი ეს არის ურთულესია, ურთულესი. რატო დაბლოკე ყველა ჰაუსელი? აი რატო დაბლოკე ყველა ჰაუსელი? ეხლა მითხარით. მე ყველა ჰაუსელს არ ვაფოლოვებ. ვაფოლოვებ მარტო ანასტასიას, მარიამს, ჯავახას, კიდევ ის. ტატუებს რო აკეთებს მაგოგოს, მე ხო ტატუების მოყვარული არ ვარ, ანუ ტატუებს არ ვიკეთებ და არც ვაპირებ და რაღაც, მაგრამ საყვარელი გოგოა ეს. რა ერქვა გამახსენ? ანუშკა. მაგას და კიდე რამ ლორენცო ძალიან მართობს ხოლმე და კიდე რამოდენიმეს, მაგრამ ყველას არ ვაფოლოვებ და თქვენგან ვიგებ ხოლმე საინტერესო ამბებს სხვათა შორის. საინტერესო ხარ როგორ გითხრათ? არაფერი საინტერესო არ ხდება. დიდად, მაგრამ თქვენგან ვიგებ ხოლმე საინტერესო ამბებს. საინტერესო ამბებს რას ვეძახი ახლა? ეს კორექტორი ძალიან აუცილებელია. ახლა გჭირდება ესეთი ფუნჯი, რომელსაც გადავუსვამთ ცოტა. გულებისთვის ძალიან დიდი მადლობა ხალხნო. წარბებიც გავიკეთოთ. მე იცით ხო რომ წარბების დიდი ცოდნე არ არის, მე მაქვს წარბები გაკეთებული, ეს ჩემი წარბები არ არის, მაგრამ ესეთი იყოს. ჰაუსი ლაიში ფულს გიხდის. ემირა საყარლი ხართ. 1000 ევროს ხალხნა. 1000 ევროს მიხდის უსთავი 2 ერთ ლაივში. აი ეს ამბავია. აი ესეთი გამოვიდა ხალხნო, ნახეთ.
აი აქ არის ცოტა ზედმეტი ხო რა სიტყვით აუ Love Island-ი აი ზუსტად მაგას ვამბობდი ნახეთ Love Island-ში რაც ხდებოდა ხახნო ნახეთ როგორი გამოვიდა აქ შუქზე კიდე ცოტა სხვანაირი ჩანს ნახეთ Love Island-ში ვინ უყურებდა მითხარით ცუდად არ გამიგო მაგრამ ჰაუსმა ქალური ცუდად არ გაგიგე ჩემო ძვირფასო და გეთანხმები მაგაში Love Island-ის ქალურ სოლიდარობას ჩვენ ვერ შევედრებით ვერასოდეს იმიტომ რომ იქ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდათ და შენ თუ ნახე მშობლები რომ მოვიდნენ Sincere's ცუდი საქციელის გამო რა უქნა მამამისმა როგორ შეარცხვინა გახსოვს ეგ მომენტი მე Love Island-ი მაყურებინე ჩემმა შვილმა რომელიც ძალიან მოსწონს ეგ მე ძალიან მიყვარს სიმართლე გითხრათ ზაფხულს ძალიან უხდება Love Island-ი Sincere ყველაზე ნაკლებად მომწონდა ჩემი ფავორიტი მანდ იყო Caleb-ი რომელიც სამწუხაროდ ვერ დაწყვილდა და მალევე გავარდა ბომბშელად შემოვიდა მაგრამ მალევე გავარდა სამწუხაროდ Caleb-ი მომწონდა ძალიან და ძალიან მომწონდა ასევე Bryce-იც მაგრამ მე მგონია რომ Bryce და Trinity ეს გამარჯვებლები არც ისე წყვილი იყო Love Island-ი არის ამერიკული reality show რომელიც არის უმაგრესი ზაფხული Love Island-ის გარეშე არ შეიძლება ხალხნო ზაფხული Love Island-ის გარეშე არ შეიძლება კაბა მაქვს ცისფერი არ ვიცი რამდენად მოუხდება ახლა ცისფერი ისინი რომ მაქვს ახლა კიდე ცისფერი კაბა ჩავიცვა თუ სხვა ფერის კაბა მაგას ვფიქრობ იყოს ცისფერი კაბა ჯერ არ დამთავრებია ხალხნო ამ მეიკაპს უხდება წამწამების დაგრძელება ან შესაბამისად მიწეპებული წამწამები მაგრამ მე არ მაქვს და რაც მაქვს ეს გავიკეთო სად მივდივარ და დაბადების დღეზე რაღაცა ფართია მეგობრებო ესეთ რაღაც მაინტერესებს ლაინერიც მოუხდება ხო ხალხო მე ესეთ რაღაცა მაინტერესებს დაბადების დღეზე რომ მიდიხართ როცა კარგად ერთობით ფოტოების გადაღებას ასწრებთ როცა ძალიან კარგად ერთობით ასწრებთ თუ არა ფოტოების გადაღებას ვიდეოების გადაღებას ფოტოების გარეშე არ მოვდივარო ძალიან სწორი შენიშვნა ძალიან სწორი მიდგომა მასეც უნდა იყოს მაგრამ ყოველთვის რო ვერ ვიღებთ ხოლმე ფოტოებს მე მაგალითად მეზარება ნუ ნახეთ ერთია როდესაც მაგალითად არის კომერციული ივენთი რომელიღაცა ბრენდი აკეთებს რაღაცა წვეულებას ივენტს წარადგენს თავის პროდუქტს მთელი ამბავი და გეპატიჟება რომ შესაბამისად ამ ბრენდის ასე ვთქვათ პრომოუშენი და ასე ვთქვათ ცნობადობის გაზრდა მოხდეს რა თქმა უნდა ხლა ადამიანი გეპატიჟება იმისთვის რომ შენ სტორიზე დადო პოსტი დადო და ასე შემდეგ ხო ეს ერთი როცა არის კომერციული ივენთი მაგრამ როცა არის ეს თქო ჩინაურული არავინ დავუშვათ არაფერს არ ყიდის არანაირი ბრენდი და არანაირი ის არ არის მანდ წარმოდგენილი რა ქვია აი მე რამდენი წამისვია ხალხო რატო არ მეუბნებთ ძალიან ბევრი ამის ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ რომ არც არაფერი არ დაშავდება თუ ფოტოებს არ გადავიღებთ არაფერი არ დაშავდება თუ ვიდეოებს არ გადავიღებთ ამიტომ ხშირ შემთხვევაში მანამდე ფხიზელზე
დასვენებულზე შეგვიძლია ხოლმე გადავიღოთ ფოტოები და მე წავიდეთ ისე რომ უკვე ნახეთ გამოპრანჭულზე მეიქაპზე ყველაფერზე ფოტოები არის ხო და რა პრობლემაა იქ თუ დაგვეზარება ფოტოების და ვიდეოების გადაღება აი ესეთი ვარიანტი როგორ მოგწონს რა მე დრეს კოდითაა დაწესებული არა ძურფასო დრეს კოდი არ არის და აი მართლა მაინტერესებს Love Island-ს ვინ უყურებდით ანუ Love Island-ის და House-ის შედარებითი დახასიათება რომ გავაკეთო სიცილით მოკვდებით ხალხნო მაგრამ მოდი არ შევადაროთ თუ შევადაროთ არ იყო დრეს კოდი ხალხნო არანაირი დრეს კოდი არ არის მაგრამ მე სხვათა შორის რა არ მომწონს იცით აი ესეთი რაღაცა არ მომწონს მაგალითად როდესაც რაღაცა ერთი მეგობარი მყავდა ეგეთი მყავდა რა ეხლაც მყავს იმედვე მე ღმერთო მოусმინო აი ვინმე ჩაუგდეთ მაგოგოს ეს ვიდეო ესე იგი ძალიან გამოპრანჭულია ხოლმე ისე თავის წვეულებებზე და რაღაც და როცა მე უპატიჟებ მოდის ხოლმე უმაკიაჟოდ გაუპრანჭ აი სახშიც რო აცვია ხოლმე ეგეთი ტანსაცმელებით რატო აკეთებს ამას მე ვერ მივხვდი რატო აკეთებს ამას მართლა ოღონდ საყურებიც გვინდა რა თქმა უნდა რომელი საყურები არ ვიცი ემას არიანას ვერცხლის ფერები იკეთა ხო და ჩავიხედო კარგად გამიკეთებია ხალხნო თავიდანვე რომ მიხვალ უნდა გადაიღო აი ზუსტად თავიდანვე რომ მიხვალ უნდა გადაიღო ყველაფერი და მერე ყველაფერი აი ზუსტად აქეთ თვალზეო აქეთ თუ აქეთა შენი მხრიდან აქეთ რომელია აქეთა რომელია აქეთა რომელია ხალხო აქეთა თუ აქეთა სადღაც შეიძლება უფრო მეტი მესვას კი არ ვიცი უფრო მეტი მისვია აი ეს ჩრდილებიც ასევე ძალიან აუცილებელია არიან ეს ყოველ შემთხვევაში და ეს რაღაცა წავისვათ მოდი ძალიან მომწონს აი ეს რაღაცა ეს იცით ხო TikTok-ზე მივაგენი გოგოები ამბობდნენ რომ კაიაო და მართლა კარგი აღმოჩნდა ხალხო აი მართლა გადასარევი აღმოჩნდა თეთრებს ფითხილებს ვერ გაგამუქებთ ეს არის ხალხნო უბრალოდ ჭკვიალებს აკეთებს ანუ შიმერია ავტოზაგარისთვის არის აი ეს ავტოზაგარის წვეთებს გაჩვენებთ ახლა არის აი ეს ჩავალები რომ დამატენიანებელ კრემში ურევ და ვითომ ზაგარი მიიღე აი ესეთი რაღაც არის და ასევე რომელიც მე ძალიან მომწონს, ახლა გაჩვენებთ. სად წავიღე?
ხალხნო უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, მაგრამ აი ეს არის ავტოზაგარი. ოკეი. ეს არის ავტოზაგარი, ეს წაისმევ მოკლედ და გაქვს ზაგარი, ისე რომ მზეზე არ გახვიდე. გამოიყურება აი ესე, გამჭვირვალეა. ნახეთ. ესეთია გამჭვირვალე, მაგრამ რო წაისმევ, მერე მუქთები. და ძალიან კარგად მუქთები. ოღონდ რამოდენიმე დღეზე აჭროლების და ყველაფრის გარეშე. ხალხნო მითხარით აბა ახალი ამბები ჰაუსელებზე, გადახვედი მაზეების თხაპნაზეო, სულ ვიყავი თხაპნაზე. მარიამ გაგუა გამარჯობა და ეს არის მოკლედ ავტოზაგარი და ეს არის ჭყველებიანი შემდგომი უკვე ფინიში, ანუ რო ამთავრებს ყველაფერს და ძალიან კარგია. ანდრე გამარჯობა, ანდრე. ეხლა უნდა რა ტელეფონი მაქვს? ორი ტელეფონი მაქვს, ერთი ესეთი და მეორე ამის წინა მოდელი. იქაც ძალიან ბევრი კონტაქტები მაქვს და აქაც და პრინციპში ორივე ტელეფონს ვხმარობ გადასარევად, მაგრამ ეს უფრო მომწონს. ბესტია. აი როგორ გაჩვენოთ ეხლა? აი ამას. ცოტა გავს, ბევრი ჭყელები უნდა. ეხლა გვაქვს ესეთი ზედმეტობების აღების დრო. ზედმეტობების აღებას როგორ ვაკეთებთ ხალხნო? ზედმეტობების აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვაკეთებთ აი ესე. ესეთი ხელსახოცია, საიდანაც სადღაც უფრო მეტია გეთანხმებით, რომელიღაცაზე ცოტა სხვანაირად აქ გვანცეთ. ცოტა სხვანაირად აქვს. მე მივამსკავს ხალხნო ზუსტად ეგრე ვერ იქნებოდა. ძალიან საყვარლები ხართ. თვალის პანკარსაც დავიმატებ. ჯერ არ არის დამთავრებული ხალხნო. არ გიგონოთ რომ ესე დამთავრდა. არა, ეხა კაბასაც მოვიტან. კაბა არის ცისფერი, მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ ცისფერი ჩრდილებს, ცისფერი კაბა უნდა თუ ზედმეტი იქნება. აი, სიმართლე გითხრათ, თქვენ რომ მაცინებთ ხოლმე, აი ეგრე ვაფშე არავინ ოღონ მართლა. იდეალურად მაცინებთ ხოლმე. და აი, ეხლა ხომ მოვაშორე. და ეხლა თავიდან გავბლენდოთ. ხალხო, აი ძალიან საყვარლები ხართ, ოღონ მართლა. მეთან მეცინა. ჰაუსელებზე მოგვიყევია ჭორები, ხალხო, ძალიან მინდა ჰაუსელებზე ჭორები რომ მოგიყოთ, მაგრამ არ ვიცი. მარიამთან მაქვს მარტო შემხებლობა, სხვასთან არავისთან დიდად და შესაბამისად ვაფოლოვებ მხოლოდ, ანუ დაფოლოვებული ყავს მხოლოდ მარიამი, ჯავახა, ანასტასია, ანუშკა, ტატუების გამკეთებელი რომ არის. კიდევ ვინ თვითონ ჰაუსის ოფიციალური გვერდი რუსთავი 2, რა თქმა უნდა, მაგათი პროდიუსერები 1-2 ეს სოციომედია მენეჯერი გივიკო და ეგენი და ლორენცო, ხო, ну ნახევარი ჰაუსი მყავს ფოლოვერებში და ნახევარი ჰაუსი არ მყავს. ხა მე მაგალითად ხალხო იქ ხო გახსოვთ მე გული მიწუხდა ხოლმე აი ამ კონკრეტულ სიმღერებს და რაღაცებს და ეხლა TikTok-ში ავიტანდი მაგ იმებს, როგორ ფიქრობთ თქვენ?
მე ხალხნო არ შემიძლია იმ სიმღერების, მუსიკების და ხუმრობების მოსმენა, რომელიც ჩემი გეუნების არ არის და არ მისმის და საერთოდ ვერც ვერასდროს ვერ გავიკებდი. მაგალითად მე ვარ ეგრე. რომ დამევიწყო წახვალდან კი მეცღეროდი ხოლმე გაურეკე კინაღამ ხალხნობა მე მაგას რა დამავიწყებს ნუ იცით რა არის აი ერთხელ რა მოусმინო ორჯერ სამჯერ 10ჯერ შეიძლება გაძლო ოკეი მაგრამ როდესაც ყოველდღე 24/7-ზე ერთი თვის განმავლობაში გასმენინება გარეკავ, ხალხო, ნებისმიერი გარეკავს მაგ დროს, მართლა ოღონდ. თან ისე არისო, რომ აი დაუშვათ ხალხო, გინდათ მოგასმენ? არა, ეგრევე არავინ არ გეკითხებოდა, იწყებდნენ ამ თავის სიმღერებს. შეიძლება არ გვინდა, ხო, რა ვიცი. არ უკითხავთ, რომ გვინდა, არ გვინდა. არავინ მაგას არ გეკითხება. მე ხალხო ძალიან კარგად მესმის ეს გოგოები რომ შემოვიდნენ იქ იყო ეს პოპულარიზაცია უნდათ თავიანთი შემოქმედების სიმღერების და ასე შემდეგ მაგრამ მეორეს მხრივ საკმაოდ რთულია გაძლება რატომ უნდა უთხრა რა ვიცი ჩემ ნათქვამზე რატომ უნდა შეეშვან მაგრამ მე საუბრობ იმაზე რომ რთული გასაძლებია საკმაოდ გვანცავ სიმაღლეში რამდენი ხარო 1.72 მე ვარ ხო ახლა აი აქ უნდა დავიმატო ხალხო ეს მე ხოლმე ფერებია ხალხო ლამაზი ფერებია აიმე ანდრე ყოველდღე ყოჩაღში ყოველდღე როგორ უსმენდი ძალიან ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ რანაირად უსმენდი ყოველდღე როგორ არ გარეკე როგორ არ გაგიჟდი მე რთული ხალხო ზოგადად აი ესეთი კეთრი ფერის ჩრდილები ყველა არის ძალიან რთული სამუშაო და ძალიან რთულ იმას მოითხოვს მაგრამ არა უშავს გავბლენდოთ ისევ ხოდა რას ვამბობდი დღეში ერთხელ ყავაზეო ეგეც ბევრია I'm sorry but ეგეც ბევრია ხალხო არ გეგონა მართლა ეგრე იყო აი მე ზართული ამბავია და ხალხო ფანები როგორ აგრესიულები ყავდათ ვაი ძალიან აგრესიულები იყვნენ
ეგეთი მგონი გამოშრა თუ რატო არ მოდი აბა ახლა გავაკეთოთ რამე ესეთი ძართულია ლასი ხო მაგრამ მან მხოლოდ ლასი არ იყო პრობლემა მან იყო ასევე ძალიან დიდი აგრესია პრობლემა დღეს შევთ It's everywhere I look, from Las Vegas to right here. 이 타무르스 기시. ეხლა რა გავაკეთოთ ხალხო? თმა გავაკეთოთ. თმა უნდა იყოს წესით გადაწეული, ან გადამოწეული, მაგრამ ესე გავაკეთოთ იქ ესე იყო აკაჩული, ავკაჩოთ ესე? მაგათ ლუებზეო, გლუებზე ხო, არა მხოლოდ ლუებზე ხალხო, არა მხოლოდ ლუებზე. Okay, ეხლა გავაკეთოთ ხალხო რაღაცნაირად ცოტა ლამაზი მეიქაპი. ეს პატარა შპილკები მასწავლის სხვათა შორის. რუსთავი ორის გოგოებს აქვთ ძალიან კარგი მეიქაპები. მე თმას რო შევიღებავ გაჩვენებთ. ხო, იქ აწეული ქონდა ამ კოკოს. მე სადაც ვნახე ეს მეიქაპი. და შესაბამისად მე ვიფიქრე რომ აწეული ხომ არ ჯობია თქო, მაგრამ რა თქმა უნდა თქვენ რასაც მეტყვით ისე მოვიქცევი. აი ესე. აბა როგორ მოგწონთ? გაჩნდა სადმე ხარ რომ საღამოს მივდივარ რაღაცა ივენტზე, მაგრამ ცოტა ხანი ესე ვივლი, მე კიდე ხელს შევავლებ, რომ შევეჩვიო ჩემ თავს. უყურე, გაიკეთო და წახვედი. ხშირ შემთხვევაში ვერ ეჩვევი და ამიტომ იცი როგორ ჯობია გაიკეთო და დაელოდო, რომ აბა როგორ შევეჩვევიო. ასევე ძალიან კარგი ვარიანტია ხოლმე. მოდი იყოს აი ესეთი აწეული, ეს კონკრეტული თმა.
ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, მოკლედ ესე გამოვიდა. ვაიმე, კი, მე და კომპლექსი ნახე უცებ, ნახე ზუსტად ივენთის წინ როცა გამოიბრანჭები, ზუსტად ივენთის წინ რომ ჩაიცამა ამ ქუსლიან ფეხსაც, მაგრამ ზუსტად ივენთის წინ როცა მოიკაზმები. რა თქმა უნდა, მე მივდივართ და რაღაცნაირად უხერხულად ვყანყალებთ ქუსლოჭკებზე. ეს კაბა გგონია რომ თან გვაცვია, თან არ გვაცვია, შეიძლება ჩვენია, მაგრამ გგონია რომ სხვისი გვაცვია და მოკლედ არ ვართ მთლად შეგუებულები, ამიტომ ხალხნო, მაგის თავიდან ასაცილებლად გასწავლეთ ერთ რამეს. მაგის თავიდან ასაცილებლად ერთადერთი გზა არსებობს, რომ ადგეთ და უბრალოდ შეეგუოთ და შეეჩვიოთ ისეთ მოვლენას, როგორც არის გაპრანჭული სიარული, ჭამაცეკვა, მოძრაობა, მხიარულება და ასე შემდეგ, ყველაფერი რაც რეალურად ხდება ხოლმე ამ წვეულებაზე, მაგრამ ჯერჯერობით თქვენთვის ეს არ არის ხოლმე მოდი ვაღიაროთ ძალიან ერთეული შემთხვევების გარდა ყოველდღე ჩვენ გააპრანჭვა და თავის მოწესრიგება არანაირად არ გვიწევს. ამიტომ ესეთი მაკიაჟით და ესეთი რაღაცა განსაკუთრებული ლუკებით წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე თვეში რამოდენიმეჯერ ხო შეიძლება იყოს ან შაბათ-კვირას ან თვეში რამოდენიმეჯერ ალბათ ხო თუ არ ხარ უშუალოდ მაგ სფეროს წარმომადგენელი ან მეიქაპ არტისტი ან მოდელი ან რაღაც ხო ამიტომ იმისთვის რომ შეგუოთ ხოლმე თავიდანვე და არ იყოს ეს რაღაცა ისეთი ვაუ მართლა ეს როგორანაირად ამისთვის ძალიან კარგია ხოლმე რომ წასვლამდე რამდენიმე ხნით ადრე გქონდეთ იმისთვის დრო რომ შეგუოთ ეს არის ხოლმე ძალიან კარგი ესეთი ფერის ჩრდილებს არ ვიკეთებ იმიტომ რომ ხო გეუბნებით არ არის ჩემი სტილი უბრალოდ აი ეს ფოტო რო ვნახე თუ ვიდეო თუ რაც არის ძალიან მომეწონა და რა მოხდა ეხლა რა უჭირს ონესტი წვებები უნდა გავიკეთო ნახეთ თვალებს რომ მოჭუტავ მე გავს ნახეთ გაჩვენოთ ეხლა ეს უნდა მოჭუტოთ თვალები თურმე ხო და შესაბამისად რას ვამბობდი? ეს აქ იყო გამოყენებული თხევადი ბრჭყვალები და ასევე ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე თხევადი ბრჭყვალები უბრალოდ მე არ მქონდა კრემოვანი ჩრდილები, რომელიც გადასარევად მუშაობს ხოლმე მაგ დროს. ხედავთ ხო? აი ესე. გადასარევად მუშაობს მაგ დროს, უბრალოდ მე არ მქონდა კრემოვანი ჩრდილები და ვერ გამოვიყენე ასე რომ. აი ესეთი ამბავი ეხლა როგორც და აი დღეს რომ მეცვა ერთ-ერთ რილსში მეგეთ კაბას ვიცმევ ეხლა წავედი მეგობრებო და კაბა უნდა შევარჩიო პრინციპში სანამ მე კაბას შევარჩევ თქვენ რო არ გალოდინოთ გავალ და მე კიდე მოვალ ოკეი